გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მთვარე თევზებში. მთვარე თევზებში არიან ადამიანები დიზაინის სასწაული აღქმით. მოკლედ, ძალიან კარგი დიზაინერები არიან ხოლმე მთვარე თევზებში. მთვარე თევზებში არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს და სიზმრებს შეიძლება ძალიან კარგი სიზმრების ახსნის, ან ზოგადად ეზოთერიული მიმართულებები გქონდეთ. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც საზღვრები არ აქვთ. და რას ვამბობ, იცით? მთვარე თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სხვა ადამიანების საზღვრების დაცვა. შეიძლება უჭირდეთ, თუ ამაზე ნამუშევარი არ არის. ამიტომ აქ უნდა ვისწავლოთ ეს აუცილებლად, რა, იმიტომ რომ შეიძლება ისე დაგირღვიონ, თქვათ, ანუ შეიძლება კარგი ის ქონდეს, კარგი შინაგანი ხმა თუ როგორ თქვა, ანუ კარგი უნდოდეს, მაგრამ ფაქტიურად დაგირღვიოს საზღვარი, რა. ძალიან უყვარს ჩახუტებები ხოლმე. ძალიან გულჩვილი ხალხია, სხვათა შორის მთვარე თევზებში, მაგრამ როგორ თქვა, ცოტა თუ დასჭირდათ ტყუილის თქმაც, ისე შეიძლება თქვა, რომ ვერც მიხვდეთ, რომ ტყუილია მაგალითად. ან თვითონ სჯერათ შეიძლება ამის და არ ვიცი რა, მაგიტო ალბათ. მთვარე თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც ხელოვნების მიმართ, სცენის მიმართ აქვთ ნიჭი და მიდრეკილებაც მათ შორის. და ზოგადად აი ამით ივსებიან, ხელოვნებით ივსებიან ხოლმე ძალიან. ძალიან კეთილშობილი ხალხია ხოლმე და ამ მიმართულებით ძალიან რელიგიური შეიძლება იყოს, ოღონდ ფრთხილად ფანატიზმში არ გადაგივიდეთ. მთვარე თევზებში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ მათ ხედავდნენ. ანუ ის უნდა გრძნობდეს, რომ ის საჭიროა, საჭირო რაღაც, ანუ საჭირო ადამიანია, საჭირო რაღაცებს აკეთებს. და ანუ ყველა უნდა საუბრობდეს მასზე, რომ ირა კარგი ადამიანია, ირა კარგი რაღაც გააკეთა, ანუ აი ესეთი თემატიკა შეიძლება იყოს. მოკლედ ესე, მადლობა და იქნებ სხვა დროს, ახლა დროში უნდა ჩავეტიო უბრალოდ. სხვა დროს იქნებ კიდე შევეხოთ ამ საკითხს, ან ეთერები შეიძლება გამომართოთ, ნახოთ როგორ იქნება. დაუსრულებელი საკითხია ზოგადად ეს ნიშნები და პლანეტების ნიშნებში ყოფნა. აბა თქვენ იცით.